მესამე სექტორი სახალხო დამცველს უმოქმედობაში ადანაშაულებს და საკუთარ მოვალეობებს ახსენებს. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ლევან იოსელიანს სწორი შეფასება მისცეს საპოლიციო ძალების მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის ძალის გადამეტებას, არაადამიანურ მოპყრობას, წამებას, პროტესტის მონაწილეების დასჯას და დაშინებას. ნატალი ჯახუტაშვილი ჩაგურთება პირდაპირ ეთერში ამ თემით. გისმენ ნატალი. არასამთავრობო ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ სახალხო დამცველი დღეს არ დგას ხალხის მხარეს. ლევან იოსელიანი არ იცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს და არაკეთილსინდისიერად მუშაობს, არ ასრულებს თავის ფუნქციას, რადგან ლევან იოსელიანი დღეს ყველანაირად ცდილობს, რომ ხელი დააფაროს რეჟიმის დანაშაულებს, პასუხისმგებლობა არ დააკისროს არალეგიტიმურ ხელისუფლებას იმ ყველაფერზე, რასაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვუყურებთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ძალადობის მთავარი სულის ჩამდგმელი ორგანიზატორი და შემოქმედი სწორედ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია მესამე სექტორში. პირდაპირ აცხადებენ, რომ ბრძანების გამცემი არის სწორედ დე-ფაქტო ხელისუფლება და პოლიციელები, მათ შორის და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, როდესაც ასეთ არაბრუტალურ მეთოდებს იყენებენ საკუთარი მოქალაქეების ახალგაზრდების წინააღმდეგ, ისინი პირდაპირ ასრულებენ დავალებას და დე-ფაქტო ხელისუფლების დაკვეთას. თუმცა ლევან იოსელიანი მუდმივად ცდილობს, რომ წარმოაჩინოს ეს ძალადობა როგორც ინდივიდუალური ცალკეული შემთხვევები, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ეს ძალადობა არის სისტემური ხასიათის და სწორედ ამიტომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან იოსელიანი ასე მოქმედებს მიზანმიმართულად და ცდილობს, რომ ზედმეტად არ გააღიზიანოს და არ გააკრიტიკოს ქართული ოცნება, რაც ყოველ წარმოუდგენელი და გაუგებარია მესამე სექტორისთვის. წამების და არაადამიანური მოპყრობის შეფასება საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის მიერ ხდება იმგვარად, რომ თითქოს ეს იყო ერთეული შემთხვევები, თითქოს რაღაც ფაქტები არ არის შესწავლილი, რაღაც ფაქტები არ არის დადასტურებული და თითქოს რაღაც საკითხების მიმართ არსებობს კითხვის ნიშნები. ამ შემთხვევაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მისი მხრიდან, მისი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება არც კონსტიტუციას და არც სხვა გარემოებებს. სასამართლო სამედიცინო მტკიცებულებები აჩვენებს მსხვერპლთა ტრავმების შემაშფოთებელ კანონზომიერებას, სადაც სახისა და თავის დაზიანებები განსაკუთრებით ხშირია. ბევრმა დასახელებულმა მიიღო მძიმე დაზიანება, მათ შორის ცხვირის ძვლის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევები, რბილი ქსოვილების მასშტაბური დაზიანებები. აბსოლუტურად სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებში სხვადასხვა ადამიანები იდენტურ დაზიანებებს აყენებდნენ ადამიანებს სახის არეში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო ერთიანი პოლიტიკა და რომ ბრძანება იყო გაცემული. წამებას ჰქონდა წინასწარ დაგეგმილი და სისტემატიური ხასიათი. თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი ვიდგა ადამიანის უფლებების სადარაჯოზე, მასთან არსებული პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტიტუტი მომავალშიც გააგრძელოს თავისი ფუნქციის შესრულება, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრევენციული როლი გააჩნია მას და გიორგი მას აღნიშნა, იქ ამ სამსახურში ძალიან კვალიფიციური ადამიანები მუშაობენ, რომლებიც პირდაპირ მნიშვნელობით წლების განმავლობაში იდგნენ ამ ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე. აქედან გამომდინარე ძალიან დასანანია სახალხო დამცველის ეს განცხადება, რომელიცაც გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ადამიანი ცდილობს რაღაცნაირად ამ ფორმულირების შეცვლას და იმ როდესაც სახეზე გვაქვს ჩვენ სისტემატიური წამება და წინასწარ დაგეგმილი, მას რაღაცა სხვა ტიპის ფორმულირება მოუძებნოს. თავდაცვის მიზნი თავდასხმის რეჟიმზეა გადასული. ომბუდსმენი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა საჯაროდ მედიასთან. ის მის წინააღმდეგ წარმოთქმულ ბრალდებებს უწოდებს აბსურდულს, ამბობს, რომ ტყუილია ეს განცხადებები, რაც კეთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და დღეს მთელი ძალისხმევით ამტკიცებდა ლევან იოსელიანი, თითქოს მას არაერთხელ გაუკეთებია მწვავე კრიტიკული განცხადება ხელისუფლების მისამართით და თითქოს არაერთხელ უთქვამს, რომ პასუხისმგებლობა ამ ძალადობის ფაქტებზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, თუმცა ჩვენ ამოვიღეთ ლევან იოსელიანის არქივი და რატომღაც ასეთი ტიპის განცხადებები ვერსად ვიპოვეთ.
რომ თქვენ არაჯეროვნად ასრულებთ სახალხო დამცველის მოვალეობას, არ ღვევთ კონსტიტუციას მათ შორის, იმიტომ რომ თქვენ არ შეაფასეთ ის ძალადობა და წამება, რომელსაც ჰქონდა ადგილი, მაგალითად, აი მხოლოდ ორი მოქალაქე არის გორიდან, ასობით მოქალაქე საერთო ჯამში, ბატონო. წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ სისტემის მხრიდან. კი, ბატონო. რომ ეს ცალკეული შემთხვევები იყო. ეგ არ არის ბრალდება, ეგ არის მოგონილი ტყუილი. რა არის მეტი არაფერი, ეგ არის ტყუილი, რასაც ისინი ამბობენ, რომ არ შევაფასე, რომ ამ ადამიანებს ყურადღებას არ ვაქცევ, რომ ჩემ ფუნქციას არ ვასრულებ. ეგ არის ტყუილი. ამაზე ბევრი განმარტება გავაკეთე და რა ვიცი ახლა თუ მაინც სისტემური ხასიათი ჰქონდა თუ არა? სისტემური ხასიათი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს, მათ შორის წამებასაც, წამების მუხარასაც, ეს უნდა გაკისრება აი ამაზე პასუხისმგებლობა ბატონო. დამასრულებინეთ რა. ვის ეკისრება გერიდებათ რომ თქვათ ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა? აქვს გონივრული კითხვები დამის ზა. რატო არის არაგონივრული? ასობით ადამიანი არის ნაცები. აბა ეხლა რა ვიცი, რა გითხრა მაგაზე. არა ადამიანურ მოპყრობას. 10-ზე მეტი განცხადება გავავრცელე, სადაც ვამბობ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, რა ქვია, პოლიციას და ხელისუფლებას, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც უნდა გამოიძიოს ეს საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ტოლფასია ის, რასაც ჩადის ოლიგარქის რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ბოლო თვეების განმავლობაში სისტემატიურად ძალადობს რეჟიმი ახალგაზრდებზე, თუმცა მოქმედი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რატომღაც დუმს და უმოქმედოა ამ მიმართულებით.